საუცილებელი პარლამენტის აგრარული კომიტეტის გასვლითი სხდომა გურჯაანში დეპუტატებმა სოფლის მეურნეობის მინისტრისაგან რთვლის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს. რთველი აქტიურ ფაზაში მომავალი კვირიდან შევა, თუმცა ამ დროისათვის ყურძნის კრეფა დაწყებულია დედოფლის წყაროს, სიღნაღისა და ყვარლის რაიონებში. ადგილობრივები ყურძნის ქარხნებში უპრობლემოდ აბარებენ. ბაკურ კვეზარელის ინფორმაციით, მიმდინარე წელს 150,000-მდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან, რაც შარშანდათა შედარებით გაორმაგებულია. დღესვე საქართველოს პარლამენტის წევრები ბაკურ ციხეში ერთ-ერთ ვენახს ეწვევდნენ და ყურძნის დაკრეფაში მონაწილეობა მიიღეს. არანაირი რიგი სხვა წლებთან შედარებით უპრობლემოდ შედის ყურძენი და უპრობლემოდ იცლება. ფასიც ნორმალურია, მოსავალი კარგია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა მიწის ნაკვეთი, როგორც აღმოსავლეთ ასევე დასავლეთ საქართველოში დამუშავდეს შემოდგომაზე, რადგან ეს დის მოსავლიანობას ყველა კულტურის მარცვლეული იქნება, ეს ბოსტნეული თუ ბაღჩეული მინიმუმ 30%-ით. მოვისმინეთ სამინისტროსგან, მინისტრისგან, გუბერნატორისგან მსახურობდა, შტაბში ვიყავით, ნახეთ და მოსავალი ცოტა მეტია, ვიდრე შარშან იყო, მაგრამ ვფიქრობთ, რომ რთველი შარშანდელებით შვიდ გარემოში ჩაივედი.